სახელმწიფოებისა ნინო მოგესალმებით მე სამნე მაყურებელს ცოტა ხიმილის მომგვრელია სიმართლე რო გითხრათ როცა ორად გაყოფილი ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთს ეჯიბრება მაგრამ ნუ გაეჯიბროთ ნახოთ ვინ ვის მოუგებს ეს ჩვენ ნამდვილად არ გვეხება აი გულწრფელად გეუბნებით დარწმუნებული ვართ რა თქმა უნდა რომ კახიკალაძე სამარჩევნებში ალტერნატივა რა თქმა უნდა არა აქვს და ის ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებს და ასევე შემდგომ გააგრძელებს სწორედ შრომას ქალაქის კეთილდღეობისათვის რადგან მისი მთლიანი ბიოგრაფია მის თავგადასავალი არის სწორედ გაჯერებული შრომით, მიზანდასახულობით და ნიჭიერებით და ეს მე მგონი დაკვირვებული თვალით არ ჭირდება აბსოლუტურად გასაგებია ასევე კახი არის გუნდური მოთამაშე ის მე დარწმუნებული ვარ რომ საუკეთესო გუნდს შეკრებს და ახლა დანარჩენები კანდიდატები ერთმანეთში რაც იდავებენ ეს მოდით ახლა მათ დაუთმოთ. ბატონო კრი თქვენ ფიქრობთ რომ ახლა კანდიდატები ერთმანეთთან დავით არიან რაიმენაირად დაკავებულნი თავარი სადავო ობიექტი მაინც თქვენ რჩებით ქართული ოცნება მათთვის ყველას აქვს იმედი რომ მეორე ტურში დედაქალაქში ოცნებასთან ერთად მოხვდებიან ისინი. რაღაცა არ მრჩება ნინო ასეთი შთაბეჭდილება უფრო ახლა მიდის ყელყელაობა მათი მხრიდან აი რომელი იქნება მეორეზე მეორე ადგილზე ცოტა ამას გავს ეს ყველაფერი ნუ ისიც გასაკვირია ერთის მხრივ როცა ნაციონალურ მოძრაობას ისე უჭირს რომ საინფორმაციო წამყვანი რომელიც ახმოვანებდა სააკაშვილის ბოროტებებს ხომ და შემდეგ მას მოიხმობენ ქალაქის მერობის კანდიდატად და აუწეწავენ ფაქტიურად ბატონო დუმაშვილს ცხოვრებას ამაში დარწმუნებული ვარ ასევე მეორე კანდიდატი იგივე ხოშტარია რომელიც თუნდაც მეცადინეობდა ამასთან დაკავშირებით მერობასთან დაკავშირებით ნუ ეს არ იწევს იმას რომ ესენი არიან სერიოზული კონკურენტები მაგრამ ეს არ ნიშნავს რა თქმა უნდა იმას რომ ჩვენ გულხელდაკრეფილები ვიყოთ შრომა იქნება ძალიან დიდი ჩადებული ჩვენი მხრიდან სწორედ გუნდური შრომა იმისათვის რომ ჩვენ საზოგადოება დავარწმუნოთ იმ სიკეთეებში რისი გაკეთებას კახის შეუძლია და მე მგონია რომ მას შეუძლია და ევალება კიდეც და ის ამას გააკეთებს ამავე დროს მე არ მინდა დავიწყო ის რაც დათუნარმანიამ ამ პერიოდში გააკეთა და რამდენი შრომა ჩაადო სწორედ იმისათვის რომ შექმნილიყო გარკვეული წინაპირობები იმისთვის რომ დაიწყოს სწორედ ახალი ეტაპი ის ეტაპი რომელიც სწორედ უნდა კახიკალაძემ გააგრძელოს და დანარჩენს ვნახავთ აქ არის არჩევნები და შევხედავთ ყველაფერს ბატონო კრი თქვენს კონკურენტებს აქვთ ეჭვი რომ კალაძის მოსვლის შემთხვევაში ქალაქის მართვის სისტემა გახდება უფრო კლანური უფრო ბრჭყალებს